საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. გია თორთლაძეს ეკითხება მეგობარი, რა შვები, წეერ შენ წიგნსო და გია კიდე პასუხობს, არა რაღაცა ვეღარ წერ მუზა გამიფრინდაო. ამ დროს ტელევიზორში ისმის პრეზიდენტი მორიგი ვიზიტიდან დაბრუნდაო. ამის გამგონი გახარებული გია დაიწყებს გამიშვით, სანამ კიდევ გაფრინდება ერთი ორ თავს კიდევ მოვასწრო. გიგი უგულავა Facebook-ზეა შესული. მოდის მაღალი და ეკითხება, რა შვები გიგიო? რას მაღალო და ქართულმა ხალხმა თავისი გასაჭირი ატვირთა და ვიზიარებოდა. მაღალი გაუღიმებს და ეტყვის, დაანებე გაზიარებას თავი უბრალოდ დაალაიქე და ეგ არის. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე მგანაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. ცხვარიაო თუ გაცხარდა პადოშიაო. გია თორთლაძემ უყურა ნატოს სტინგიც და ჩვენ საწოდაობას ბოლომდე ამოვიდა ყელში და არც აცხელა და აი ეს ქნა. გია თორთლაძე მოუწოდებს ნატოს მიიღოს საქართველოს თავის რიგებში. სპეციალური მიმართვა ოპოზიციის წარმომადგენელმა დღეს ანდერს ფოგ რასმუსენის სახელზე გაგზავნა. თორთლაძის განცხადებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას და მუდმივად გეგმავს ტერაქტებს, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება ნატოს წევრობა უსაფრთხოების დასაცავად. გია თორთლაძე მოუწოდებს ანდერს ფოგ რასმუსენს გააქტიუროს მუშაობა საქართველოს საკითხზე. აი შენ ნატო და აი შენ ანდერს ფოგ რასმუსენ. მიიღეთ? ეგინდოდათ ხო მაინც და მაინც. გაფრთხილებდით მე თქვენ მოიქეცით ცოტა ჭკვიანურად, თორემ თორთლაძეს თუ ამოვიდა ყელში და გამოგენთოთ მეთქი, მე ხო უკვე გითხრათო ვეღარ გიშველით მეთქი. ხო არ დამიჯერეთ. მიყურეთ ახლა თვალებში და იძახეთ, ოღონდ ეს კაცი დაამშვიდეთ და შემოგვირიგა და ნატოს შტაბინა საერთოდ თქვენთან ჩამოვიტანთ. ვერაფერსაც ვეღარ ვიზამ. გამოიყვანეთ უკვე კაცი მდგომარეობიდან, რა გავქნათ ახლა? ისე კი ხართ ღირსები და. აი ეგრე გინდა თქვენ. ხომ მოგიწოდათ და ხომ ჩაგიტარათ კლასი ჩვენმა პადოშიკომ, შენ გაიხარე გია. პატრე მოგფხანე გული დავისა. ამოგვანთხევინე ბოგმა ამ ნატოს წინააღმდეგი. ისევ შენ თუ გვიშველი ამ იმედ გადაწურულ ქართველებს, თორემ აბა ჩემი მაღალის იმედზე რო ვიყოთ, კარგი არაფერი გვიწერი. დგას ეს ამ სიმაღლე კაცი და მისჩერებია თვალებში ჯონბას რას ეტყვის და რას დაავალებს და საერთოდ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და როგორ მოეპრიანება რომ იცხოვროს საქართველოს. არ ვიცი რა, მე მგონი რაღაცა ბასი მაგას რაღაცას აჭმევს. ხო ჩვენ კიდევ ვერ ხვდებით ამას. ამ პიჯაკის საჩულში ხო არ გამოუკე რაღაც თავისი თმები, ვირის ტვინი, რაღაცა ყვავის ფრთა და ნუსხავს ასე და ატრიალებს თავის შუაზე. აბა მაშინ მითხარით როგორ შეიძლება ასე ბოლომდე იყო მინდობილი ადამიანზე და ისა ასე ერთი თითის დაქნებით და მწვანე შუქის ანთებით აკეთო ყველაფერი. ერთი სიტყვით გონი მარტო შენღა ჩვენო გია და იქნება შენ მაინც გვიშველო და გადაგვარჩინო, თორემ უკვე უბრალოდ წყალი კი არა, ცუნამი და კატარინაც აღარ წაგვიღებს მე მგონი კაც. მაგრამ ერთს გაფრთხილებ, ამერიკელების და განსაკუთრებით მათი მეფის ნაცვალის მწვანე ჯონის მოწოდებული არაფერი ჩაიდო პირში, თორემ ხო ხედავ ეხა ჩვენ სიამაყეს და იმეც რა უქნა. ხო, მიდი პატოშ, მიდი მიაწექი ასწავლე ნატოს ჭკუა. დღეიდან მე შენ ჩემს მამაცად გრაცხავ. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებრება ჩემზე უფრო ბედნიერი კაცი. გული სიხარულით, სულიკის სიამაყით მევსება. ამას რას მოვესწარით ქართველნო? გია თორთლაძემ ამ არაფრის მთქმელმა და არავის წინააღმდეგ მედგრად მებრძოლმა კაცმა საკუთარი წიგნი გამოსცა და აი ისიც. აი ჩვენი სამაგიდო და სულის მაცხონებელი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ასეთი მოგზარებული სათაური აქვს. გია თორთლაძე, წერილები, სტატიები, გამოსვლები. სასწრაფოდ ყველანი შეუდეკით კითხვას, მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე და გაიგეთ როგორ უნდა დაიმკვიდროთ ადგილი მაღალის სასუფეველში. სხვათა შორის კითხვას უკვე ყველა აპირებს, ხო? აი, ჩემ მაღალსაც ყოველდღე დეფიციტში გარღვევის პრობლემა რომ არ უწუხებდეს და ასევე ყოველდღე საშტატო განრიგის და წლიური ბალანსის მომზადება რომ არ უხდებოდეს. აქამდეც აუცილებლად წაიკითხავდა, ხო? მეც აუცილებლად წავიკითხავ, მორჩები აგერ სიმონ მენაბდის ტეტრალოგიას და აუცილებლად წავიკითხავ, ხო?
წაკითხამდე კი გამოგიტყდებით. ცნურებას ვერ გაუძელი და რამდენჯერმე ენერგიულად გადავათვალიერე ბატონი გიას წიგნი. სხვათა შორის როგორც დავადგინე, წიგნი კარგახნის გამოცემული ყოფილა. უბრალოდ ეს 2-3 თვე თურმე ბატონი გია იდგა და წიგნის პირველ 500 გვერდს ხევდა ყველა ეგზემპლარიდან. აი რა ექნა ეხა? მაგვერდებზე გიას ის გამოსვლები იყო დატანებული, რომელშიც ჯერ კიდევ რადიკალი ოპოზიციონერი გია სასტიკად აგინებდა ჩემს მაღალს, ხო და ახლა. აბა მაგის გამოქვეყნება როგორ ხარ შეიძლებოდა, ხო? თან გამომცემლებმაც უთხრეს ახლა წიგნი გამოსვლიდან 3 თვის განმავლობაში მშრალ ბნელ ესე იგი უკაცურ ადგილას შეინახე და ესეც იჯდა თავის პარტიის სათავო ოფისში და რუდუნებით ხევდა ფურცლებს. დიახ. მართალია ხალხმრავალ დემონსტრაციებზე გიას წარმოთქმული ყველა სიტყვა ამოხეულია, მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ მომდევნო პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი გამოსვლა აქ არის. აქ არის გია დიდავას ბიჭის ქორწილში ნეფე პატარძლის დალოცვისა და მკიტრის გაძვირების შესახებ წარმოთქმული სიტყვა. ემზარის ბიჭის ნათლობაში რუსეთის ოკუპაციის დაგმობისა და ჩაკაფულის მოწონების შესახებ გამოთქმული მოსაზრებებიც აი აქა. ხო. დიახ, ხო, ასე თუ ისე საჯარო მარტო ეს ორი გამოსვლა არის, ხო და ისე გურამ ჩახვაძეს თუ იცნობთ, დანარჩენი გამოსვლები შეგიძლიათ სულაც არ წაიკითხოთ, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა გამოსვლა თურმე მხოლოდ ბატონი გურამის წინ მომხდარა პარლამენტის ბუფეტში. ხო. და აიღეთ ახლა ერთი ბოთლი ლუდი და გურამს შეუარეთ. ეგ მოგიყვება თან ისე თითო გამოსვლას მინიმუმ 2 ნაირად. ხო, დიახ, ახლა ეს რაც შეეხება გამოსვლებს, ხო, რაც შეეხება წერილებს, წერილი ამ წიგნში ერთადერთია. თან ამ წერილთან ერთი პატარა კურიოზი ყოფილა დაკავშირებული. თუმცა რატომ მოგიყვეთ ახლა? ეგ კურიოზი ჩვენო მოხერხებულმა კამერამ მაინც აღბეჭდა ფირზე. ბარემ ერთად ნახოთ, აგერ ერთად. ჩემო უძვის ფასესო, უნეტარესო და სულზე უთქმესო. რო შენგდა საბა? კი, შენუბობისები მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერი. დადვნახა, მაგ შეჩვენებულა. მე აგიშვი შენ, როგორც აპოთეოზი, სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნების. მაგ ვერ გევიგე, რაც ხაბარი. სიყვარულს არ გაუგებ, ჩემო ოლღა. მე მაგიჟებენ შენი თვალები. ვიდეო. დიექტოს მაგას მისი თვალები. წამწამები, შანი. გამოხედვა, ბროლის კბილები. მიხადავახარე, სადღაც ვიდეო კბილები. აკი შეშია რა თქვენ. მოკლედ, ძალიანად მაგიჟე. ოლღანებია. აგრას გას. მოგდანდი. ოლღა რაგიხრა, გინახავს კაცზე გადარევა. აი რა, წიგნი მეიტანე, ნელა. ოლღა ბებია, ბატონმა გია მეკწერილი თურმე ჩვენ მაღალთან გამატანა. შემშლია თურმე, ეგ წერილი თქვენთან საიდან გაჩნდა არც კი ვიცი. ილარიონ წიგნი ირასე. ხო, ხვალ გამოცხადეთ სკოლაში. შენი შვილიშვილის უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა მიაღო, ხოლმე. გაგიხებდა ფახე, დარმატო შე. არიქა, არიქა. გამიშველი. ზვიფასო ტელემაყურებლებო, მე იმედ გასრუებული ვარ. მე გულნატკენი ვარ. სასო მაქვს წარკვეთი. ჩემი სული ამას ვეღარ გაუძლებს. მაღალი ტანადია, ტანადი მაღალია და ორივე ერთად ახოვანია. მე გთავაზობთ ორ ერთმანეთისგან თითქოს და დამოუკიდებელ სიუჟეტს. ამ გზით რას ვაკეთებ? ესე იგი, აი რო წარმოვიდგინე. რამდენი რამხელა იქნება? ესე იგი, აქ 6 კილომეტრიანი გვირაბი იქნება გასაკეთებელი, დაახლოებით 5.4 კილომეტრი იქნება გვირაბი გასაკეთებელი, რომელიც საბოლჯამში იწყება თვითონ გუდაურიდან და ესე იგი ამ უღელტეხილს მთლიანად გვაცილებს ჩვენ საბოლჯამში და ჩვენ უკვე ეხლა ვიწყებთ აგვისტოში გზას საზღვრიდან სტეფანწმინდამდე. ეს კობის უღელტეხილს აურით. კობი აღარ გვექნება. მთავარ მაგისტრალზე გვირაბის მშენებლობის პროცესი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავად დასაქმებულებს შეხვდა, სამუშაოებს დეტალურად გაეცნო და გვირაბის გათხრის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. პრაქტიკულად ყაზბეგის გამზირიდან 2-3 წუთში უკვე ადამიანი შეიძლება იყოს ჭავჭავაძის ცენტრში, გამოივლის რა გვირაბს და შემდეგ უკვე 2012-ში დაემატება ის ნაწილი, რომელიც უკვე თვითონ ამ ახალ ტრასას დააკავშირებს ჭავჭავაძის ნაწილს. როდის იყო პრეზიდენტი და მერი ერთად ჭამდნენ პურსო? თურმე ყოფილა. ყაზბეგში მაღალმთაში ჩემი ქორბუდა მაღალი ხსნის გვირაბს და დაბლა ბარში თბილისში ჩემი არწივი ტანადი ხსნის გვირაბს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მე უკვე დავსაყე ჩვენი მომავალი. უკვე ვიცი როგორ იქნება ხვალინდელი საქართველო. წავა მაღალი ტანადი მოვა ტურფასა საბაღნაროს. მაგრამ მაღალი საწავა, არ მგონია ხა რომ ვაკის მაჟორიტარად იყაროს ეხლა მაგან კენჭი ან ზალ სამადაშვილის სკამმა მოხიბლოს. ის ალბათ დედაქალაქის მერი გაახდება. ოღონდ 4 წლით.
არა, ისე გუშინ ხომ არგუმენტირებულად დაგარწმუნეთ, რომ ეს მთავრობა მუდამ ხელისუფლებაში უნდა იყოს. ხო, აბა რა, ეხლა გრეჩი ხანჯობია, ხო. მაინც ვერ გამიგია, რა საერთოდ ამ მთავრობას. რაღაცა ხო კეთდება. ჩვენთვის თავარი ხომ ეს არის, რომ რაღაცა კეთდება. მე მაქვს ერთი შესანიშნავი ინიციატივა. ჩავატაროთ რეფერენდუმი და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი, რომ ეს ხელისუფლება სიკვდილამდე იყოს სათავეში და არასდროს არ ჩატარდეს არჩევნები. თან ეხლა ეს არჩევნებებს ჩატარებასა დიდი ფული ჭირდება და ამის მოფუნება ჩვენს გაძვალტყავებულ ერს არ გვაქვს საერთოდ, ხო? იყვნენ ტანად მაღალნი სათავეში, ყავდეთ გვერდით ჩახვაძეები, თორთლაძეები, დავითაიები, გვმართონ ზონდერულად. აბა ახლა ამ ყველაფერს ახლა გრეჩი ხაჯობია? ისე პირადად გიგის მინდა უთხრა, რომ ძალიან მატკინა გული. არ მეგონა თუ ოდესმე ჩემს მაღალს მიბაძავ. აი სვამ კითხვას, პელე უფრო მაგარია თუ მარადონა? პასუხი? მაღალია, ტანადი. ახლა ბების ეთერში რეკლამის წინის მიღების დროა. რეკლამის წინი ჩვენს ეთერში. ხალხსა და მთავრობას შორის უკვე მრავალგზის ხიდშატეხილობის თემით დასევდიანებულმა მაღალმა და ტანადმა კაცებმა ერთმანეთის პარალელურად გადაწყვიტეს საქართველოს მთავარის დახვრეტა და ხალხთან ამჯერად გვირაბებით დაკავშირება. საქართველოს დაგვირაბება, გასახვეტი კიდევ ბევრია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საყურადღებოდ თავს უშველეთ მეგობრებო, გია თორთლაძე აბობოქრდა. თუ მის მოწოდებას არ შეასრულებთ, ის ღამით მოგეპარებათ, თქვენი შტაბინის საყურავზე აცოცხლდება და საქართველოს დროშასაც დაგარჯობთ. ნატო და პადოშა, არ შესრულებული მოწოდება და მსოფლიოს აღსასრული. ისევ ამერიკელები თუ გვეტყვიან ჩვენს წარსულზე იმას, რომ ძველი ერი ვართ. ისეთი ჰიპოთეზა მეც კი მაქვს, ხო? თუ ერი მასიურად მელოდია, ეს იმის ნიშანია, რომ იგი ძალიან ძველი და მოხუცი ერია. ამერიკის ნაციონალური აკადემიის სენსაციური ჰიპოთეზა სპეციალისტების ვარაუდით ვერსია პირველი უძველესი ადამიანის შესახებ შესაძლოა შეიცვალოს. ქართული და ამერიკელი მესიარების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში პირველი მოსახლე არა აფრიკული წარმოშობის, არამედ დმანისელი ადამიანია. ისე რა მაგარი პარადოქსია, ყველაზე ძველი ადამიანების ქვეყანაში დემოკრატია ჯერ კიდევ რომ არ არსებობს. ყველაზე ძველი ადამიანის ქვეყანაში ისევ ქვის იარაღებით ნადირობენ და პურის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. მე მეცნიერებზე უკეთ შევძლებ, სხვადასხვა შორის დავამტკიცო ჩვენი ერის სიძველე და ის რომ პირველი ევროპელი დმანისელი. პირობითად მე ამ პირველ ადამიანს ვასიკო ოდიშვილს დავარქმევდი. ისევე პირობითად როგორც მზია და ზეზვა დაარქვეს რა, ხო, იმ ორ ადამიანს. არ იფიქროთ რომ განდიდების მანიამ შემიპო, უბრალოდ ის პირველ ყოფილი გარეგნობით ძალიან გავს მე და ამიტომ ვასიკო არის პირველ ყოფილი ადამიანი, ანუ ადამი. ახლა რაც შეეხება ერის პირველ ყოფილებას. ჟამთა სვლამ ქართველების განვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა. ვიყავით პირველი ადამიანები და ვართ ისევ პირველი ადამიანები. ამის დასტურად 26 მაისის მოვლენებს მოვიყვან. ჩვენზე უფრო მეტად განვითარებული ადამიანები, რომლებიც რეზინისგან ტყვიებს და ხელკეტებს აკეთებენ, მოვიდნენ და თავიანთი იარაღი გამოცადეს რუსთაველზე შეკრებილ პირველ ადამიანებს. სხვა მაგალითი, სხვა ადამიანები, ანუ ჩვენზე უფრო მეტად განვითარებულები, გვეუბნებიან რომ შენ რომ ყმახარ, ეს კარგია და უნდა გიხაროდეს. ჩვენ მათი ენა არ გვესმის, ამიტომ მათ გამოიგონეს ტელევიზია და ეკრანზე გვაჩვენებენ და ხელებით გვიხსნიან რომ ასე პირველ ყოფილება ძალიან კარგია და ამით ჩვენ სხვაზე მაღლა ვდგავართ. ჩვენც მოგწონს ასეთი მდგომარეობა და თავს ბედნიერად გრძნობთ. ჩვენ საკვებს ვიპოვებდით ქვის იარაღით. ამათ პლასტმასის იარაღები მოგცეს, ოღონდ საკვები თვითონ წაიღეს. მოგწონს თანამედროვე პლასტმასის იარაღი და აღარ ფიქრობთ როგორ მოიპოვოთ საკვები. ჩვენ პირველ ადამიანებს გვეუბნებიან რომ თანაბარი უფლებები გვაქვს და ეს თანაფარდობა ჩვენს დასჯა დაშინებას ნიშნავს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ისევ პირველი ადამიანები ვიქნებით და ჩვენზე მეტად განვითარებულები გვეტყვიან რომ აი ის მთაზე რომ მაღალი კაცი ზის, ძალიან მაგარია და ღმერთია. ეცით თაყვანი და მოიპოვებთ საკვებს. საკვებს იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ საკვები გვჭირდება. სხვა თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო მოთხოვნილებები საერთოდ არ გვაქვს და ჩემო პირველო ადამიანები. მოდით ყველამ ერთად ვცეთ თაყვანი მთაზე მჯდომარეს და მოვიპოვოთ საკვები. დადგა ზაფხული და ჩემმა მაღალმაც დაიწყო ღია ცის ქვეშ ლამაზი ბუნების წიაღში თავის გუბერნატორებთან სახალხო და საქმიანი შეხვედრების გამართვა. სწორედ ასეთ შეხვედრაზე შეატყობინა გუბერნატორმა არსოშვილმა პრეზიდენტს რა მოთხოვნები აქვს შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობას.
ჩვენთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ძირითადად მოთხოვნები არის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციები, მოედნების სკვერები, ძირითადად რაც სოფლის აწუხებს ძირითადი პრობლემები ეს არის. აი თურმე რას ითხოვენ შიდა ქართველები? სკვერები, გასართობი მოედნები, რიტუალების სახლები, დისკოტეკები და ტელეშოუ გორი ლაივის გადაღებას, ხო? ერთი სიტყვით შიდა ქართლის მოსახლეობა მოწყენილია და გართობა უნდა. თქვენ დარდინ უგექნებათ ჩემო შიდა ქართველებო, ჩემი მაღალი ყველაზე ზრუნავს და ყურადღების გარეშე არც თქვენ დაგტოვებთ. გაგართობთ რამენაირად ჩამოახოლმე ჩემი მაღალიც და განახებთ თავის განუმემორებელ ჩაჩოქილ ცეკვას let's move away. თუმცა რა მეინტერესებს იცით ბატონო გუბერნატორო? სხვა რამე აჭირდებათ შიდა ქართველებს. დავიჯეროთ ხა რომ საოკუპაციო ზოლთან სიახლოვე და გამუდმებით პროვოკაციები რუსული მხრიდან არ აწუხებთ? ის არ ტანჯავთ რომ ყოველ დღე ოკუპანტები 5 ბრგე ახალგაზრდას იტაცებენ, ხო? საიდან გამოგაქვთ ასეთი ინფორმაცია, რომ ხა სკვერები და მოედნების არ არსებობა აწუხებთ მარტო? გამახსენდა. საიდან მოიტანთ თუ არა ისევ ჩემი მაღლისგან. განა მაღალის გარდა მათ, ესე იგი, ვინმესგან რამე მოაქვთ საერთოდ? მაღალმა თქვა ჯერ გართობა და ცეკვა თამაში და მერე პურიო და თქვენს იგივეს იმეორებ. დიახ, ქართული ქვევრი და ქართველი გუბერნატორი საოცრად გვანან ერთმანეთს. ჩაზახებ და ისიც იგივეს ამოგძახებს, ოღონდ უფრო ბევრჯერ. და უფრო ომახიან. დიახ, სულ მაღალის ბრალი. ხო, აბა ხა მაგას ეთქვა ერთი მთავარი პურიაო, ნახავდი მე როგორ დახვდებოდა თავზე ხილაბან წაკრული და წინ საფარაფარებული გუბერნატორი და ეთყოდა, აგერ პური უკვე დაუცხე ჩემ ხალხს თონეში და ახლა ნაზუქები უნდა ჩაუკრავო. მაგრამ არა. მაღალი მაგას არ იზამს. პური ძვირიჯდება. ერთი პურით, ესე იგი, ერთ კაცს დააპურებ და ერთ კაცს ეყოს. კარგი ტანც პლაშჩატკა კიდე, ესე იგი, 500 კაცს გაართობს და დაანახებს წარმატებებს, ხო და მაგალითს ასე სახელმწიფოებრივად და ყაირათიანად რომ აზრონებს, იმიტომ მზის ავლაბარში და იმიტომ დაფრინავს 200 მილიონიანი ბოინგი. აბა. ახლა აბების ეთერს იმ 5 პოლიტიკოს დაუთმობ, რომელთა ფრაზებიც ყველაზე მეტად მომეწონა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვაშაძემ. მან ფარდა ახადა ყველაფერს და ხმამაღლა განაცხადა, რატომ არის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ ვართ უფრო პრევენციაზე ორიენტირებულები დღეს, სწორედ იქედან გამომდინარე გვაქვს რომ გვაქვს უსაფრთხო ქვეყანა. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა ვიღაც უცხოელმა, რომლის სახელი და გვარი ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუმცა მისი თამამი განცხადება საქართველოს მიღწევებზე მრავლის მთქმელია მთელი მსოფლიოსთვის. სასჯელახსრულების დაწესებულებებში ბავშვის უფლებები დღეს უკეთ არის დაცული, ვიდრე ეს იყო 5 წლის წინ. მესამე ადგილი. მესამე ადგილი წილად ხვდა პრობაციის მინისტრს. მისი განცხადება პრობაციის რეფორმასთან დაკავშირებით მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავი მაღლა ავწიო და მეც იგივე ვიყრი, რომ ხმა მაღლა. არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებაში ავჭალაში, ისევე როგორც პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანებთან მიმართებაში უკვე ფუნქციონირებს ისეთი მიდგომა, რომელიც სამაგალითო არის რეგიონში და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა ჩემმა მაღალმა. მაღალმა გულის იმედი ჩაგვისახა და დაგვაიმედა, რომ ამიერიდან ქართველებთან ერთად მთელი ჩინეთიც გამოიკვეპება. ძალიან დიდ პროექტებში შევდივართ. მომავალ წელს ჩვენ გვექნება ალბათ ორნიშნა პროექტს და ეკონომიკის. პირველი ადგილი. და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ისევ ჩემმა მაღალმა. მან თავისი ტოპ ფრაზა მომავალს მოარგო და შესანიშნავი ამბავი გვამცნო. სოფლის მეურნეობაში ჩვენ უნდა მინიმუმ გავაორმაგოთ უახლოეს წლებში და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს გასამაგების და გაუთმაგების პოტენციალი. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.